უნდა მოусმინოთ თამუნა მუსარიძეს, რომელიც ახლა ჩაგვერთვება სატრენაჟერო დარბაზიდან და გვეტყვის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ იმ შემთხვევაში თუ ზედმეტი კილოგრამები გვაწუხებს და ფორმაში ჩადგომ აქვს სურს დილამში და ვისათამნა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. პირველ რიგში წარმატებულ ბედნიერ და რასაკვირია ჯანმრთელ დღეს გისურვებთ. დღეს მე და ნინი იმ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ რომ ფორმაში ჩადგნენ და ტონუსი შეინარჩუნონ, სწორად ვამბობ? კი ბატონო. ვასწავლით ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვარჯიშებს. დილამშვიდობისა ნინი. დილამშვიდობის. ესე იგი, დღეს ჩვენ ვასწავლით იმას თუ როგორ უნდა ივარჯიშო სახლის პირობებში, ძალიან მარტივად, ბევრი დატვირთვის გარეშე, ხო? რა თქმა უნდა. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც რომ რა ვარჯიშს არ უნდა აკეთოს? აუცილებელია სწორი კვება და შემდეგ ვარჯიშები. სწორი კვების გარეშე, წყალში ჩაყრილი არ გამოვა, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ დავიცავთ კვებას. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ. პირველი ვარჯიში, პირველი რასაც ვაკეთებთ არის წელის გამახურებელი ვარჯიში, ვწვევით მუცელზე, ხელები წინ და მაქსიმალურად ამოგვაქვს ტანი ზემოთ. აი ესე. აუცილებელია სუნთქვა, შეისუნთქი, ამოწევის დროს დავცალეთ ჰაერი. ამოწევის დროს დავცალეთ. ცლით, რა თქმა უნდა, ამოვისუნთქეთ. ეს რა? მაქსიმალურად 10 ან 12 გამეორება. 3 მისვლა, 10-12 გამეორება. კი ბატონო. შემდეგი ვარჯიში. წელის გახურების შემდეგ ვიწყებთ პრესების ვარჯიშს. პირველი არის ქვედა პრესის ვარჯიში, ოდნავ მოხრილი მუხლებით. ბოდიში, გაშლილი მუხლებით. ხელები ან წელს ქვემოთ, წელს უკან ინდივიდუალური ან განზე. ოდნავ მოხრილი მუხლები ამოგვაქვს დაახლოებით აი ამ სიმაღლეზე. ქვემოთ. სუნთქვა აუცილებელი. შეისუნთქე. დაცალე. დაცალე ჰაერ ზემოთ, შეისუნთქე. ზემოთ ვცლით ჰაერს. აი ეს კაია. მაქსიმალური გამეორება, აქაც 15, 20, 25, რაც მეტი უკეთესი. მე თუ არასწორად ვისუნთქებ ამ შემთხვევაში რა არა მოხდება? ამ შემთხვევაში ვარჯიში გაგიჭირდებათ, შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ყველა ვარჯიშზე იქნება ეს პრესი, იქნება სხვა ვარჯიშები, გავაკეთოთ ვისუნთქოთ სწორად. კი ბატონო. დავაკეთოთ ამის შემდეგ ვარჯიში. ამის შემდეგ ვიწყებთ ბუქნებს. ფეხები მხრების სიგანეზე დაახლოებით, წელი მაქსიმალურად ჩაგდებული, მხრები გამართული, ჯდებით დაახლოებით 90 გრადუსით. ხელები წინ. სუნთქვა. შევისუნთქეთ. შევისუნთქეთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ადგომა მოხდეს ქუსლებზე დაყრდნობით, რომ დაეჭიმოს საჯდომის კუნთები. შევისუნთქეთ. შევისუნთქეთ. აქაც იგივე მაქსიმალურად ვცადოთ, რომ 15 ან 20 გამეორება. ამ ვარჯიშის შემდეგ გადავდივართ ლანჯებზე. ერთი ფეხი წინ, ერთი ფეხი უკან. წელი აქაც ჩაგდებული, მხრები გამართული. ვეცადოთ, რომ მუხლი არ წავიდეს სერზე წინ. ნელი მოძრაობით ჩავდივართ. ამოვდივართ. აქ წინა კუნთი. ამ დროს იტვირთება, იჭიმება საჯდომის კუნთი და კვადრიცეპსი, ბარძაყის წინა კუნთი. გრძნობ. სუნთქვა აქაც აუცილებელი, შევისუნთქეთ ადგომის დროს. 15 მოძრაობა ერთ ფეხზე. იგივე ხდება მეორე. რა თქმა უნდა, იგივე ხდება მეორე ფეხზეც. ხელები წინ. ხელები წინ, აი ესე. ცოტა შეგინდ აი ესე დაახლოებით ჩაჯდომა ადგომა. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ადგომის დროს დაიჭიმოს საჯდომი კუნთი. ამის შემდეგ გადავდივართ სუმო ჩაჯდომებზე. ფეხები, ტერფები ოდნავ განზე. წელი მაქსიმალურად ჩავარდნილი, მხრები გასწორებული. მუხლი მიდის ტერფის მიმართულებით. დროს იტვირთება როგორც საჯდომი კუნთები, ასევე ბარძაყის შიდა კუნთი. ნელი მოძრაობით ჩავდივართ. შევისუნთქეთ. საჯდომის კუნთებისთვის და ბარძაყის შიდა კუნთებისთვის. კი. ვაკეთებთ მაქსიმალური 15, მაქსიმალური 20 გამეორებას. სამჯერ. ეს ვარჯიშები შეგვიძლია გავიმეოროთ კვირაში 3 ჯერ.
რაც გავაკეთეთ, ზუსტად იგივე თან მიმდევრობით, დავიცვათ სწორი კვება და ვიქნებით ჯანმრთელები, ვიქნებით ტონუსში. კი ბატონო, მეტი რჩევა რაღა შეიძლება რომ მოქცეს ადამიანმა. ძალიან დიდი მადლობა ნინო შენ ამისთვის. მე გავაგრძელებ რა თქმა უნდა ვარჯიშს, თქვენ კი გირჩევთ რომ მოგბაძოთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და გარდა იმისა რომ იქნებით დილიდანვე კარგ ბუნება განწყობილებაზე, აგრეთვე იქნებით ეს ტონუსში. და შევინარჩუნებთ ლამაზ ფორმებს. კი ბატონო, მადლობა ყურადღებისთვის.